ვასრულებ, ამით პირველი რას მოვიგებთ ამ რომ ბავშვებს არ მოუწევთ ერთი და იგივე საგნის ორჯერ ჩაბარება, რაც მნიშვნელოვანი არის. და ეს მოდელი ინერგება ზუსტად თქვენი პირველი შეკითხვა იყო საატესტატო გამოცდები როგორ შეაფასეთ თქვენ და ზუსტად საატესტატო გამოცდების წარმატების გამო ჩვენ მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება. ანუ ორჯერ არ მოუწევთ ერთი და იგივე საგნის ჩაბარება, მეორე იქნება 100%-იანი, 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ბავშვები აბარებენ მხოლოდ იმას, რასაც სწავლობენ სკოლაში. მესამე, ისინი ჩააბარებენ გამოცდას იმ პირობებში, სადაც არიან მიჩვეულები, ანუ რომელიც არის მათთვის როგორც ჩემი პირველი მოადგილე ამბობს კომფორტული. მეოთხე, რაც მნიშვნელოვანი არის, ბავშვებს არ მოუწევს მუდმივად სტრესში ყოფნა, ანუ მაისი, მერე კიდე ივლისის გამოცდები და ასე შემდეგ. მეოთხე, ისინი ბევრად უფრო ადრე გაიგებენ შედეგებს. მეექვსე, ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი სისტემა იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ევროპის სისტემასთან და ამისთვის არის ლისაბონის ხელშეკრულება და ბოლონიის პროცესიც. მეშვიდე, მოგცემს შესაძლებლობას, რომ გავითვალისწინოთ ყველა ეს ახალი გამოწვევა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და საერთოდ მსოფლიოს წინაშე, იმიტომ რომ განათლების სისტემა იცვლება მთელ მსოფლიოშიც, იცვლება ჩვენთანაც, ახალი გამოწვევები არის. ჩემ წინაშე მე დავამთავრე სკოლა 20 წლის წინ. როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ჩემ წინაშე აბსოლუტურად სხვა გამოწვევები იდგა და ჩემ მასწავლებლების წინაშე, ვიდრე ახლა დგას მასწავლებლების წინაშე და მოსწავლეების საერთოდ სხვა ვითარება არის, სხვა ინფორმაციის მიღების საშუალებები არსებობს, ინტერნეტზე ზედმეტი ალაყარაკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აგრეთვე ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენთან იყოს კონკურენცია საგანმანათლებლო სისტემაში. იმ კუთხით რომ მოგვეცა შესაძლებლობა აღიარების საერთაშორისო სერტიფიკატების, საერთაშორისო პროგრამების, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენ ბავშვებს რომ მიიღონ მრავალფეროვანი განათლება. და ბოლოს, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა ექსპერტს, ყველა ავტორს, რომელიც სახელმწიფო საქართველოში ან რომელიც ქმნის პროგრამას, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ბავშვს აქვს ჩაბარებული და მე ლოგიკურია, რასაც ახლა ვამბობ. მე არ ვთვლი, რომ ბავშვს აქვს ჩაბარებული გამოცდა, რომლითაც ის აბარებს ოქსფორდში, კემბრიჯში, MIT-ში, კოლუმბიაში და ასე შემდეგ. მე აქ საუბარი მაქვს GR-ზე, GMAT-ზე, TOEFL-ზე, IELTS-ზე და ასე შემდეგ, DELF-ზე, რომ ჩვენ მეორე დავაძალოთ ამ ბავშვს ჩააბაროს გამოცდა. ეს არის ეს გამოცდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მსოფლიოში, ძალიან რთულად ჩასაბარებელი. ბატონ ძიმა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ტესტები გემოვნების საკითხია, თუმცა მე ამჯერად თქვენი როგორც განათლების მინისტრის აზრი მაინტერესებს, როგორ გონიათ გამოსაშვები გამოცდების ფორმატი, უნდა შეიცვალოს თუ არა, გულისხმობ, უნდა გართულდეს თუ არა, იმიტომ რომ ევროპაში, გერმანიაში აბიტურის გამოცდა საკმაოდ რთულია, იქ არის წერითი დავალებები, ღია კითხვები და მხოლოდ დახურული კითხვებისგან არ შედგება გამოსაშვები გამოცდები. თქვენი აზრი როგორც განათლების მინისტრის? მე ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. მე სრულად ვეპყრობ პოზიციას იმ პროფესიონალების, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში, რომლებიც ეხლა მუშაობენ ამ ტესტების შექმნაზე და რომლებიც ეხლა მუშაობენ იმაზე, რომ შეიქმნას ისეთი ტესტები, რომელიც საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ჩვენი განათლების სისტემას. მე როგორც მინისტრი ამ ექსპერტებთან, ამ პროფესიონალებთან მაქვს მხოლოდ რამდენიმე მოთხოვნა და ეს არის ტრანსპარენტული, გამჭვირვალე მოთხოვნები. პირველი, რომ როგორი ტესტებიც არ უნდა დაიწეროს, ისინი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ერთიან ეროვნულ გეგმას, სასწავლო გეგმას. ეს არის ჩემი კატეგორიული მოთხოვნა და ძალიან პრინციპიული მოთხოვნა. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს რეპეტიტორები იმისათვის, რომ ბავშვმა ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში. ბავშვმა უნდა ჩააბაროს მხოლოდ ის, რასაც სწავლობს. მუდმივად ეს არის არის და მე იმედი მაქვს, რომ მომავალში არ იქნება დისკუსიის საგანი, იმიტომ რომ ყოველთვის ამას ფსიქოლოგიაში ეძახიან პროფესიონალის შეცდომას. მე 11 წელი მუშაობდი ამერიკულ კორპორაციაში და ამ 11 წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება მე მუშაობ სოფლიოში წამყვან ფსიქოლოგებთან და ერთ-ერთი